ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა არის დაფუძნებული მონაწილეობაზე, როდესაც ვლაპარაკობთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე და ამის არაერთი მაგალითია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგალითად იგივე დანია, რომელსაც უზარმაზარი თვითმმართველობები აქვს, თუმცა მოქალაქეთა მონაწილეობას ისინი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. და შემდეგ აქ მთავარი სწორედ ის არის, რომ მათთან ერთად გადაწყვიტოს ადგილობრივი საკითხები და თვითმმართველობაც სწორედ ეს არის, ხო? მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, რომ საკუთარი საკითხები თავის წარმომადგენლის მეშვეობით მოაგვაროს. ჩვენთან პირიქით არის ეს კი გვიწერია კანონში, მაგრამ რეალურად არც მერი და არც საკრებულო მის წარმომადგენლად თავს არ მიიჩნევენ. პარტიის წარმომადგენლად უფრო მიიჩნევენ თავს, ვიდრე მოქალაქის და სწორედ ეს არის პრობლემა. რეალურად ეს რომ იყოს გამართული სისტემა, ისე როგორც მაგალითად ევროპაში, თავისთავად ცხადია, ჩვენ არ გვექნებოდა ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში შემთხვევები, როდესაც მუნიციპალური პროგრამები და პროექტები ცალკეა და მოქალაქეთა მოთხოვნილებები არის აბსოლუტურად სხვაგან. ამათი თანხმედ რა არ ხდება, მოქალაქეებს აქვთ ხშირად სხვა პრიორიტეტები, მუნიციპალიტეტებს აქვთ სხვა პრიორიტეტები და ვერაფრით ერთმანეთთან თავსებადი ეს ვერ ხდება. ზოგადად ილუზია, რომ თქვათ და ეს ევროპის ქვეყნებშიც საკმაოდ პრობლემურია მოქალაქეთა გააქტიურება და მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, თუმცა ჩვენგან განსხვავებით ევროპული ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეთა ინტერესი უფრო და უფრო გაზარდონ და ამისთვის ძალიან ბევრ ახალ პროგრამას იგონებენ. იგივე მონაწილეობით ბიუჯეტირება, რომელიც საქართველოშიც გადმოვიტანთ, თუმცა მაინც არა ისეთი ფორმით, როგორითაც ეს სხვა ქვეყნებშია დანერგილი და ბევრი სხვა პროგრამა და პროექტი არსებობს, სწორედ იმისთვის, რომ მოქალაქე იყოს აქტიური და ჩართული იყოს თვითმმართველობის განხორციელებაში. ჩვენ ამ ყველაფერს სამწუხაროდ ფორმალურად ვუდგებით და სამწუხაროდ შედეგიც გვაქვს შესაბამისი. მოქალაქე ვერ გრძნობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ნამდვილად მისია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ირჩევს პირდაპირი წესით, მაგრამ აი ამ 4 წლის განმავლობაში მას პრაქტიკულად არანაირი შეხება აღარ აქვს. თუ არ ჩავთვლით იმ მცირეოდენი შეხების წერტილებს, როგორც არის მაგალითად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დროს ჩატარებული საერთო კრებები და აი ასეთი მინიმალური კომუნიკაციით გადიან ფონდს მუნიციპალიტეტები და 4 წლის თავზე მმართველი პარტია ისევ ბედავს და მიდის მოსახლეობასთან ხმის მიცემის მოთხოვნით. მაგრამ სისტემა გაქვს რეალურად ისეთი, რომ არც ეს ჭირს სამწუხაროდ ამ ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე არის აბსოლუტურად იგნორირებული, ეს ადამიანი მაინც აძლევს